გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობას მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახური შეისწავლის. საქსტატის მონაცემები, ეკონომიკური ზრდა და მთავრობის პრიორიტეტი. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე 2008 წლის ომამდე არსებული ვითარების შესახებ მსჯელობენ ემზარკვიციანმა კოდორის ხეობაზე ისაუბრა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს კომისია ჯარის ქმედებებს აფასებს. რეალურად კი საქმე ყოფილი ხელისუფლების საქმიანობას ეხება. თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჯარი და მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ სათამაშოდ აქცია. დეტალებით მეგინ არსავიძია პირდაპირ ეთერში. თეა წულუკიანმა დღეს ასევე ისაუბრა სხდომაზე დაბარებულ ადამიანებზე, მათ შორის ყურადღება გაამახვილა სწორედ გიორგი თარგამაძესა და გიორგი კანდელაკზე და ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზე, რომელსაც ამ ადამიანებმა დაუჭირეს მათ შორის მხარი და რომელთაც ქართულ ჯარს ომის დანაშაულები ბრალდება. სწორედ ამასთან დაკავშირებით აქვს მათთან კითხვა, თუმცა უკვე ცნობილი არის გიორგი თარგამაძის პოზიცია, რომ ის კომისიის სხდომაზე მოსვლას არ აპირებს. თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ რა მოვლენები რა ხდებოდა 2008 წელს და როგორი იყო მაშინ ნაცმოძრაობის თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები. ბატონმა გიორგი თარგამაძემ მედიით შეგვატყობინა, რომ მოსვლას ისედაც არ ვაპირებო. ბატონი გიორგი თარგამაძე და ბატონი გიორგი კანდელაკი ჩვენი კომისიის მიერ მოწვეულ პირთა სიაში ფიგურირებენ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან ერთად სწორედ მაშინდელ დეპუტატებთან ერთად ესენი სწორედ ის დეპუტატები არიან, რომლებმაც 2008 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა და გამოარიდეს პასუხისმგებლობას პოლიტიკური თანამდებობის პირები. დანიშნულ ოპოზიციას ვუწოდებდით ჩვენ მაშინ მათ, ჩვენ გვიწოდებდნენ ქუჩის ოპოზიციას, ვინც ქუჩიდან ვცდილობდით სააკაშვილის დამარცხებას და მერე სააკაშვილმა ზოგიერთი ადამიანი ამოარჩია, გიორგი თარგამაძეს შეაქმნევინეს ოპოზიციური პარტია და ეს იყო ფსევდო ოპოზიცია პარლამენტში. მერე ამ ყველაფერმა მე და ქართული ოცნების გუნდს, როდესაც ქართული ჯარის მართლაც მუნდირს, ღირსებას და სიმართლეს ვიცავდით ჰააგის სასამართლოში, ამ რეზოლუციის გამო შეგვხვდა არაერთი პრობლემა. მომდევნო დღეებში შევთავაზებთ ახალ თარიღს. აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს. ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროების მოქმედებებს. ჩვენი კომისია იძიებს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს. დადასტურებულათაც შეიძლება უკვე ჩაითვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ამფსონები, დავით კეზერაშვილი, ივანო მერაბიშვილი და სხვები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში და ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა მცოდნე, საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიატოვეს. გენერალმა ყურაშვილმა ჩემს კითხვაზე მიპასუხა, საფუძველი აქვს თქვენს მოსაზრებას, კერძოდ იმ მოსაზრებას, რომ გენერალი ყურაშვილი, როგორც სამშვიდობო ოპერაციების წარმომადგენელი, ვანო მერაბიშვილის მოადგილესთან ერთად, რომელიც საომარ მოქმედებებზე იყო პასუხისმგებელი, არეალში შეიყვანეს იმიტომ, რომ გენერალი ყურაშვილის დანახვაზე მოსახლეობა იქნებოდა შვიდად. ჩვენმათ ვეკითხებით, რატომ გახადე რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად რატომ აქციე? რატომ არ დაბრუნდა თავის შვილებთან და ოჯახში გიორგი ანწუხელიძე? რატომ ჩავარდა ის ტყვეთ? ეს იყო გარდაუვალი თუ შეიძლებოდა ამის თავიდან ნაცილება, თორემ ის გმირი რომ ჩავარდა ტყვეთ, შემდეგ რა თქმა უნდა მან პირისპირ რომ აღმოაჩინა საკუთარი თავი სეპარატისტებთან და რუსებთან,
მან გმირობა აჩვენა როგორც ეს არა მხოლოდ მან აჩვენა სხვათა შორის, რატომ არ ახსენებენ ისინი, ვინც გუშინ და გუშინ წინ განერვეულდნენ ჩვენი სხდომების გამო უშანგი სოფრომაძეს. იქ გიორგი ანწუხელიძე მარტო არ იყო, იქ იყო უშანგი სოფრომაძე, იქ იყო კახაბერ ხუბულური. ჩვენი მიზანია ყველამ გაიგოს, რომ ვინც არ უნდა მოხვიდეთ ახალგაზრდებო მომავალში პოლიტიკაში, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჯარი არ არის სათამაშო. სააკაშვილმა ჯარიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც და სხვათა შორის ის ორი გენერალიც, რომელიც აქ მობრძანდა, საკუთარ სათამაშოდ აქცია. ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც. ამიტომ აქეთ ამ თემაზე არავით არ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ, რაც არ უნდა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ იკივლოს ქუჩაში, მით უმეტეს რომ ირკვევა, რომ 2004 წლიდან სწორედ ელენე ხოშტარია იმ დროს ჩაცმულდახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როდესაც 1000-ეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. სხდომაზე ემზარკვიციანმა ისაუბრა კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ხეობის დათმობა და რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში მიხეილ სააკაშვილს. სწორედ ამ დეტალებზე და მაშინდელი ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებებზე გაიხსენა კონკრეტული ინფორმაციები სხდომის მიმდინარეობისას ემზარკვიციანმა. 2006 წელი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ჩვენ ფაქტები აღვადგინოთ, ვაჩვენოთ განსაკუთრებით მომავალ თაობებს. 2008 წლის ომამდე როგორ მივიდა ჩვენი ქვეყანა და რატომ გაიმარჯვა მტერმა და არ გავიმარჯვეთ ჩვენ. 2006 წელს თქვენ იყავით კოდორის ხეობაში. 1992 წლის აი ეს უკვე რომ დაძაბულობები აფხაზეთში რაც დაიწყო, მზადება ომისთვის აფხაზიური სეპარატისტების მიერ, რუსების მიერ, ჩრდილოეთ კავკასიიდან უღელტეხილებზე უკვე დაიწყეს გადმოსვლა ბოევიკებმა. იზოლებული გავხდით, რომ შევკრებები ვიყავით კოდორის დალის ხეობაში, ფიცი დავდევით და შეიქმნა რაზმი მონადირე. 93 წელს დავედით შეხვედრაზე აფხაზებთან და აფხაზებს ახდათ რუსები. მაშინ მივხვდი, რომ არანაირი შერიგება მაგათ არ აწყობდათ. დავიწყე გზის კეთება ჭუბერი საკენი ჭუბერის მიმართულებით. საწვავის სათხოვნელად ვიყავი თავრობაში ჩასული, საწვავი არ მომცეს. ჩაკვეტაძე რაჟდენი იყო ასეთი, რომელიც იყო მეგზევე და 8 ტონა საწვავი გამომიყო დიზელი და 2 ტონა ბენზინი. რომ არ ყოფილიყო ის გზა და პირადი ინიციატივა ემზარკვიციანის. სოხუმიდან წამოსული რამდენიმე 10,000 კაციდან მსხვერპლი იქნებოდა აი 100-ობით და შეიძლება 1000-ობით დაგვეთვალა. ამ გზამ გადაარჩინა 1000-ობით ადამიანის სიცოცხლე და ამის გამო მადლობა ეკუთვნის. 2004 წლიდან 6 წლამდე ვიმყოფები თბილისში. მიდის ჭორები იმისი, რომ ორფოლოს პოლიგონზე ყავს გადაყვანილი ოქროაშვილს მთელი შეიარაღებული ძალები სწავლებაზე, თავდაცვის სამინისტროსი. და ყველა მაგას მეუბნება, რომ კოდორში აპირებდნენ წასვლას. მე ვუთხარი, რა უნდა კოდორში გას. ის იძახის, რომ ცხინვალში უნდა ვიყო ახალწელსო და კოდორში რა უნდა თქვა, ასე ვერ დაგსაქსავს ჯარებს, ვერ ვიჯერებთ. შევედის პატრიარქთან. თქვენო უწმინდესობა უმეთქი აპირებს ოქროაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება კოდორის ხეობაში შემოყვანას თავდაცვის ძალების თქვა, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს. და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები, იმიტომ რომ არსებობს 94 წლის შეთანხმება, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი და ამას გამოიყენებენ და ლეგიტიმაცია მიეცემა რუსებს, რომ შემოვიდნენ ხეობაში. ამ დროს თქვენ თანამდებობა გაქვთ თუ არა, 2 წელი არა ვარ არც თანამდებობაზე, არც ერთი არაფერი. ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად, თქვენ მოგწყვიტეს კოდორის ხეობას. მომწყვიტეს კოდორის ხეობას და 2006 წლის ივლისში მოხვდით კოდორში, თქვენი მშობლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. 40-ის გაკეთებას მინდოდა და თან გამეგო აპირებენ თუ არა შემოყვანას მართლდასროლა. შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურმა ჩამიტყუეს, რა თქმა უნდა, ქართველების საშუალებით. ჩამიტყუეს და იქ მერე ჩამსვეს მანქანაში და დაგვიჭირეს ორივე მე და მალხაზი, ჩაგვსვეს მანქანაში და დაგვიყვანეს. ოქროაშვილი სად არის ამ? ეხლა შეხედეთ, ოქროაშვილი მოდის იქიდან ჩვენს წინააღმდეგ, ხეობის წინააღმდეგ, ჯარით.
პირველი ვინ გაისროლა. ეს კითხვა იყო დასმული და ანზორ მარგიანმა მისცა ასეთი ჩვენება. პირველი გაისროლაო ლევან გვაზავამო. რატო გაისროლაო? იმიტომ რომ რაციები არ მუშაობდაო და წინა მანქანაა გაჩერებულიყო. ამ დროს შეკითხვა რო დაუსვი დანარჩენებს რაციებიც მუშაობდა და ყველაფერი მუშაობდა. ანუ მე გამიჩნდა ეჭვი რომ ის გასროლა იყო ნიშანი იმისი რომ ვიღაცას ესროლა იქ უკვე ადრე შემოყვანილი ჯგუფი რომელსაც უნდა ესროლა ვითომ კვიციანი ისვრის. დაიჭრა ორი ადამიანი. ვითომ მე ოქროშვილი რო იძახდა იმას რომ ორი ჯარისკაცი დაგვიჭრაო. სასამართლოზე შემოვიდა ეს დაჭრილი ანუ დაზარალებული ჩემგან დაზარალებული და აქვს ტყვია მოხვედრილი წინიდან. გახსოვს მეთქი ტყვია რომ მოხვდა როგორ იდექი თქვა? კი როგორ არ მახსოვსო. მდინარე საკენი რომ მხარეზე იყო შენგან თქვა. მარჯვენა მხარესო, ანუ შემოტრიალებული იყო თავისი ჯგუფ ქფისკენ და იქიდან მოხვდა ტყვია. ანუ თავისიან მოვესო. მე არ გიფიქრია რომ შენიან მოგესროლა მეთქი? რა არ მიფიქრია მე ზუსტად ვიცი რომ ჩემიანება მისროლესო. მეორე შემოიყვანეს ის ზურგიდან რომელიც იყო დაჭრილი. იმანაც ისე კითხვა დაუსვი რომ მხარეზე იყო დინარე მეთქი და მარცხენა მხარეზეო. ანუ უკრიდან ესროლეს. იმანაც დამიდასროლეს. პოლიციელებზეა პოლიციელები დიახ. ამბობენ სასამართლოზე რომ ჩვენებმა გვესროლეს და არა თქვენ. მესროლეს ჩემებმა მესროლესო. უკრიდან მესროლესო. თქვენ. ამ დროს მაბრალებდნენ მე. რისთვის იყო ბატონო ემზარე ეს ყოველივე ეს დადგმული იყო თუ რა? კოდორის ჩასაბარებლად. ეს იყო რა თქმა უნდა მოსკოვში დაგეგმილი, მაგრამ ამერიკელები ერივნენ მაგ საქმეში. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ზაზა გოგავა, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი იყო, ჩვენ მაინც ცხინვალის რეგიონზე ვმუშაობდით და ასეთი რამეც კითხვა, რომ რა ვიცოდი მე რა ხდებოდა კოდორში, საუბარი 2008 წლის აგვისტოზე. რა იქნებოდა ბატონი ზაზა გოგავას ამ გამონათქვამზე თქვენი კომენტარი? თქვენი ოჯახის და იმ ასეულობით ქართველის განეიტრალება, განიარაღება და იქ მოუმზადებლად მძიმე ტექნიკის შეყვანა ყოველგვარი როგორც ირკვევა გეგმის გარეშე. ეს იყო წინდა უხედაობა თუ გამიზნული ნაბიჯი? ეს იყო ყველაფერი კოლექტიური ღალატი, ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ საჯარისო ფორმირებები ამის აბსოლუტურად კურსში არ იქნებოდნენ. არ ამგონია რომ გოგავასაც რამე ცოდოდა მაგის შესახებ, არ ამგონია რომელიმე სარდალს რამე ცოდოდა მაგის შესახებ, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული იყო. მე მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ. თქვენს ოჯახთან ერთად ქალბატონ ნორას მივაგებდით პატივს, რომ არა ქალების როლი ძალიან რთული იქნებოდა თითოეული მამაკაცისთვის ამდენი წლის მანძილზე დალის ხეობის, კოდორის ხეობის შენარჩუნება. ყველა ჟურნალისტს განსაკუთრებით ქალბატონებს, რომლებზეც მე მეტი წარმოდგენა მინდა მქონდეს, მოუწოდებ რომ მათზე უფროს ადამიანებს, ვისაც უბრძოლია სამშობლოსათვის, მისი ემთლიანობისთვის, ჯერ ცოტა როგორც ცნობილი სიმღერის არ იყოს, ჯერ განათლების ხარისხი აიმაღლონ და მერე დასვან ის კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლო და რაც თავია შეურაცხმყოფელია. გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში უწოდა ღალატი, სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი ბატალიონ მონადირეს გაუქმებას. ბატონმა გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო, რომ მან ვერ მოახერხა, ვერ მოასწრო მოსახლეობის გაფრთხილება. მე არ ვფიქრობ, რომ გენერალი გოგავას გადასაწყვეტი იყო სამოქალაქო ხელისუფლება, იმიტომ არსებობს, რომ ასეთ დროს მათ შეეძლოს გაეფრთხილებინათ, უბრალოდ მან თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული. ის რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეობრივად 2008 წელს ტყვის გაუსრულა. გაფრთხილებაც იმიტომ არ მოხდა მოსახლეობის, რომ მოსახლეობას დრო არ ქონოდა შეიარაღების და წინააღმდეგობის გაწევის. ამისთვის იყო ეს და არ არის გოგავას გაცემული ბრძანება, ის იღებს თავის თავზე მაგას. ამ წუთებში სხდომაზე უსმენენ გიორგი კაპანაძეს, რომელიც იხსენებს სოფელ აღნებთან დაკავშირებულ დეტალებს. ის ეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, საუბრობს ევაკუაციაზე, ამბობს, რომ თანამდებობის პირების მხრიდან ევაკუაციასთან დაკავშირებით რაიმე ბრძანება არ ყოფილა და ხალხი საკუთარი ძალებით ცდილობდა ტერიტორიის დატოვებას. ბატონო გიორგი, თქვენ მრავალი წლის მანძილზე
ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში საქმიანობდით იქ ხართ დაბადებული გაზრდილი თქვენი ფესვები იქ არის და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დღეებში 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ბრძანდებოდით ადგილზე, სადაც იყავით დანიშნული სოფელ ავნევში. ამიტომაც საინტერესოა თქვენი თხრობა რეალური ფაქტების შესახებ. დავიბადე და გავიზარდე სოფელ ავნევში და 40 წელი მუდმივად ვიცხოვრე სოფელ ავნევში. ისე რომ სხვა მისამართი არასდროს არ მქონია. 94 წლიდან ვიყავი სოფელ ავნევის ხელმძღვანელი, მაშინ იყო ასეთი რაღაცა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ხოლო 2002 წლიდან ვიყავი თიღვის თემის გამგებელი, შემდგომ თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი. რა თქმა უნდა, 2008 წლის მოვლენების დროს ვიყავი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი. შეტევა დაიწყო სოფელ ნულზე 6 საათზე გამთენიისას 2 აგვისტოს. 6 საათზე მოხდა და ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ სროლები და შეტევები ყოველთვის იყო ხოლმე ამ წლების განმავლობაში შეიძლება რამდენი ერთი კვირა გაჩერებული იყო, 2 კვირა, მაგრამ სროლები ყოველთვის იყო ხოლმე მით უმეტეს ღამის საათებში. მე გამიკვირდა ის, რომ ეს უკვე აღარ გავდა იმ ავტომატური იარაღით სროლებს, ეს იყო გამოყენებული დიდი იარაღი. ეგრეთ წოდებული ყუმბარდნები იყო გამოყენებული. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს თავდასხმა, იმიტომ რომ სოფელში მარტო სოფლის ხალხი კი არა, სტუმრებიც კი იყვნენ, თქვენ წარმოვიდგინეთ შემოსულები. მივხვდით, რომ აღარ გაჩერდებოდა. ამიტომ 5-ში შემოვიდნენ, 5 რიცხვში ჩვენთან შემოვიდნენ ელჩების, ჩვენ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები. მათ შემოყვა რუსეთის ელჩი საქართველოში ბატონი კოვალენკო. კოვალენკოს უთხარი რომ ხედავთ, რომ ჩვენ გვიცავს ჩვენი პოლიცია და არის აქ მხოლოდ ადგილობრივი პოლიცია. მეტი არავინ არ იყო. მოდი ეხლა დაავიდეთ და უთხრათ იმ ხალხს, აი მთაზე ავიდეთ, იყო მისასვლელი გზები და შევეკითხოთ, რას აკეთებენ, რათ არიან, იქ მაგათ სოფლები არ არიან. არ არის, ხო, მთებზე შედან და იქიდან. კოვალენკომ ასეთი რაღაცა მითხრა. მე ყაჩაღებს მე დიპლომატი ვარ, ყაჩაღებს დევნას არ დაუწყებო. ხელი გაიშვირა ყურაშვილისთვის ამის მოვალეობაო, რომ მაგათ ზდიოსო. აი ესეთი პასუხი გამცა მაშინ. შემდეგ 6 აგვისტოს ჩემთან შემოვიდა ხეობაში გუბერნატორი შიდა ქართლის რწმუნებული ბატონი ლადო ვარძელაშვილი და პოლიციის სამმართველოს უფროსი ბატონი დათო ტაბუცაძე. ვაჩვენე დაზიანებული სახლები, ვაჩვენე ყველაფერი რაც ხდებოდა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა მათი პოზიციები, ოსური პოზიციები, ყველაფერი ნახეს და მითხრა, რომ დილით 7-შიო, გელოდები გორშიო, 8 საათზეო, მანქანები დაგხვდება დატვირთულიო, პროდუქტი დატვირთული, ფქვილით რაღაცა. და სახურავის მასალებით დატვირთული მანქანები, რომლებიც უნდა წამოიყვანო ხეობაში, გზის ჩაკეტვის შემთხვევაშიო, რომ ჩაიკეტოსო, მარაგი გქონდეთო. 6-ში ისეთი ამბავი იყო, მთელი ღამე, რომ მე დილით ვეღარ მოვახერხე გორში ჩასვლა. ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ ვარჩიე, რომ გორში ჩასვლას და პროდუქტების ამოტანას გამიკეთებინა იქიდან ევაკუაცია ბავშვებისა და ქალებისა. ამ დროს თქვენ რომ ამას აკეთებთ, რომ ახერხებთ, რომ ბავშვებისა და ქალების ევაკუაცია გააკეთებინა. და პასუხი რა იყო, რომ თქვენ უკვე დაიწყეთ ეს პროცესი, გამოყვანის პროცესი, რომ აფრთხილებთ? პასუხი ასეთი იყო. გამგებლებისთან პასუხი იყო ასეთი, რომ შევათანხმებთ მთავრობასთან. არაფერს არ მეუბნეოდნენ, არც ევაკუაციაზე, არც არაფერზე, აბსოლუტურად ესეთი რამე არ იყო. შევათანხმებთ, გადავცემთ. ევაკუაციაზე ბავშვებზე და ქალებზე დამთანხმდნენ, რომ უნდა გამომეყვანა. ძირითადად უნდა გამომეყვანა ბავშვები და ახალგაზრდა ქალები. აი იმ დღეს. მაგრამ თქვენი ძალებით, თქვენი ტრანსპორტი. ჩვენი ძალებით, კი, ჩვენი ძალებით გამოვიყვანა. სადღაც უკვე 7-ში საღამოთი დაახლოებით 3-4 საათი იქნებოდა. ორივე ბმპ დაზიანდა. ფაქტიურად დარჩენ ისინიც აი ესე რა, არაფრის გარე, მაგრამ მომშველებელი ვიღაცა რომ მოხმარებოდა, არც ის არავინ არ ეხმარებოდა. დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, როცა არ ვიცი რა, ეგეთი რა იყო.
სამშვიდობო ძალებს იქ ჰქონდათ გაკეთებული ბლინდაჟი, რომელზეც იყო დაახლოებით 15-20 სანტიმეტრის კრუგლიაკი დალაგებული და ზევიდან იყო 1 მეტრო მიწა დაყრილი. სადაც თავს აფარებდნენ დაბომბვის დროს. ეს რაღაცა რაც დააწყეს, ეს არ იყო ახლოდან გამოსროლილი, ეს არ იყო იქვე იმ მანძილიდან 1 კილომეტრიდან შორიდან რაღაცა დაარტყეს, მე არ ვიცი რა იყო. დაახლოებით 10 მეტრზე წაიღო ეს მორები, ეს მიწა და ეს მორები აიტანა 10 მეტრზე, დაბლიდან უყურები და ჩანდა. და მაშინ დაიღუპა ორი მშვიდობის მყოფელი, თაყაძე და ტრაპაიძე. ორი გარდაცვლილი იყო, რამდენიმე დაჭრილი და რამდენიმე კონტუზირებული. დაჭრილები და მიცვალებულები ჩამოვიყვანეთ ავნევის ამბულატორიაში. საშიშროება იყო იმისა, რომ ეს დაჭრილები მართალია პირველადი დახმარება აღმოუჩინეთ სიცხლის შეწყვეტა რაღაცა იქ ამბულატორიაში ყავდა ექთნები, ექიმები, მაგრამ ამათ ესაჭიროებოდა თუ კი გამოყვანა და ვერ გამოყვავდა. ყურაშოს ურეკავდი, ვეუბნეოდი, რომ იქნებ როგორმე გავიყვანოთ და ამუკა მეუბნეოდა, რომ არა, დაღამდეს და მე ღამე 8-ში გამთენისას 5 საათზე შემოვიდა მეოთხე ბრიგადა. ეს იყო დაახლოებით 15-მდე, ეს 75 იყო ტანკი და ქვეითები მოსდებდნენ ეგრეთ წოდებული პიკაპებით, მანქანებით. შემოვიდნენ ავნებში გაჩერდნენ, ჩვენ გაგვიკვირდა რა, ავნებში დადგნენ, აღარ იძროდნენ, ეტყობა ბრძანებას ელოდებოდნენ და დაახლოებით 3 საათი იყვნენ სოფელ ავნებში, ცენტრში და მერე დაიწყეს მოძრაობა ცხინვალის მიმართულებით. წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ, არც ერთ სოფელში, არც მანამდე სანამ ავნებში ამოვიდნენ წინააღმდეგობა არ შეხვდათ, არც ცხინვალისკენ რო დაიძენ, არ შეხვდათ. წინააღმდეგობა ვერ გაუწევდნენ უბრალოდ. ისინი იყვნენ გაფანტულები და მერე გავიგე სადაც იყვნენ. თუმცა ესენი ახლოს, სოფლებთან ახლოს რო აკეთებდნენ თხრილებს და აკოფებს, მოშორებით დაახლოებით 2-3 კილომეტრი ტყის მასივებში ჰქონდათ გაკეთებული სპეციალური ბლინდაჟები, სადაც მომარაგებულები იყვნენ წყლით, საკვები პროდუქტები და იქ იყვნენ. ჩვენ გვეგონა რომ საერთოდ გაიქცენ, ხალხი აღარ არის ამ სოფლებში, მაგრამ წინასწარ მომზადებული ადგილები ჰქონდათ. მათ მოუსვოთ რუსულმა ბომბდამშენებმა და ფაქტიურად ის კოლონა გაანახევრა რა. ესე თუ ტანკები ეგრე ადვილად იწვებოდნენ, მე არ ვიცი, როგორც ბიჭის კარობკები ეგრე დაიწვე. აი კოლონა ფაქტიურად მოტრიალდა ეს კოლონა, აღარაც სადაც ხიმში და ისევ ავნებზე წამოვიდა და ჩამოიარეს. აი მსუბუქი მანქანები ჩამოატარეს დაჭრილები და მიცვალებულები. რა თქმა უნდა, სულ ყველა ვერ წამოიყვანეს და მე იქვე ესეთი თხრილები იყო და მიეყარეს მიწა რა, თვითონ ალბათ ოსებმა მე რომ დამშვიდა სიტუაცია და გახსოვთ ალბათ პატრიარქი რომ შევიდა და მიცვალებულები რომ გამოიყვანა, ზუსტად ეს მიცვალებულები იყვნენ, რომლებიც იქ დაიხოცნენ, მაგრამ არ ვინმე ესეთქვა რომ გამეკეთებინა ევაკუაცია მოსახლეობისა, არავის არ უთქვია ეს ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ რომ ამაში რაღაც ლომის წილი მე მივიღე ან რაღაცა გმირად წარმოვაჩინო თავი, ხალხმა თავს თვითონ უშველა, თვითონ დააღწია ხალხმა თავი. რა თქმა უნდა წინა დღეებში ფიქრობდი რომ საით გამეყვანა ხევებით როგორღაც რომ არ გამოჩენილიყო ღამის საათებში, მაგრამ რახანც ეს დერეფანი მოგცეს მაშინ და გამოვიყვანეთ. ხოლო მეორე დღით უკვე 8-ში ჯარი რო წამოვიდა და აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები, სადღაც 7 საათზე აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები ჩვენთან. მოსახლეობას უთხარი რომ თავს უშველეთ მეთქი, ვისაც რა საშუალება გაქვთ, წადით უკვე დარჩენილ მოსახლეობას. კომისიის წევრებმა დღეს გიორგი კაპანაძეს კითხეს ასევე გოგავას და ყურაშვილის ჩვენებებზე. მან თქვა, რომ ამ ჩვენებების მოსმენის შემდეგ გაკვირვებულია, რადგან ამბობს, რომ თარიღები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით არასწორად იყო ნათქვამი. ახლა სწორედ გიორგი კაპანაძე პასუხობს ისევ კანონმდებლების კითხვებს. პირდაპირ ეთერში მეგინ არსავიძე საუბრობდა.
მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება გაფართოვდება და მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქცია დაემატება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება. მიზანი კი სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯ ეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესებაა. გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება. ეს კანონპროექტი, შესაბამისი კანონპროექტი ახლოს დღეებში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში. ასევე გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის და დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რასაც თქონდა უკვე კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის მიზანია სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯ-ეფექტიანობის და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება. მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ შეიქმნება დეპარტამენტი, ანუ შიდა აუდიტის დეპარტამენტი, სამსახური გახდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. ხოლო ჩვენ მოველაპარაკეთ ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სადაც ასევე დაინერგება რეალურ დროში აუდიტი. თუკი აქამდე პოსტ აუდიტი ხდებოდა, ანუ განვლილი წლების აუდიტი ხდებოდა, ასევე შესაძლებელი იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით გააკეთოს შეფასებები. მესამე მოსმენით პარლამენტი იმ კანონპროექტებს განიხილავს, რომლებიც უცხოურ გავლენასთან ბრძოლასა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება. სტანდარტები მედიისთვის, ამერიკული ფარად ზუსტი ასლი, სამშობლოს ღალატის მუხლი, გენდერის ჩანაცვლება ქალისა და მამაკაცის თანასწორობით, ასევე გადაწყვეტილებებში NGO-ების ჩართულობის ვალდებულების გაუქმება. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ პროექტები პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება. მესამე მოსმენა წლების განმავლობაში იყო თავსმოხვეული ვალდებულება და ეს ყველაფერი ხდებოდა, რა თქმა უნდა, ქვეყნის ფარგლებს გარედან, რომ NGO სექტორს, რომელთა დაფინანსებაც მათი უდიდესი ნაწილის ხდებოდა უცხოეთიდან, მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ყველაფერი ბუნებრივია, არ ღვევდა ქვეყნის სუვერენიტეტის მდგრადობას, რადგანაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებოდა, ეწეოდნენ პრაქტიკულად ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ცალსახად განცხადდა USAID-ის სკანდალის შემდგომ და ყველა ის პრეტენზია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა გამოთქმული NGO სექტორის მიმართ, დადასტურდა. ამიტომაც იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ NGO-თა მონაწილეობის სავალდებულობა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში ყოფილიყო გაუქმებული, თუმცა ეს არაფრით არ ნიშნავს იმას, რომ საკითხების შერჩევის, წინადადებების წარდგენის ეტაპზე რაიმე ფორმით სამოქალაქო სექტორს შეეზღუდებათ თავიანთი როლი. ყველა ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და დავაანონსეთ კიდევ ერთხელ გასმით ვიტყვი, მხოლოდ ერთი მიზნით და ყველაზე მთავარი მიზნით, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის გამყარება და გამტკიცებისთვის დამოუკიდებელი ქვეყნის თითოეული ეს კანონმდებლობა, იმიტომ რომ თითოეული კანონმდებლობის შინაარსი ლოგიკურ მასშია ერთმანეთთან და მაქსიმალურად ზღუდავს იმ გარე აგენტურის ჩარევას ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში, ამყარებს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და პირდაპირ პროპორციულად ყველა კანონპროექტი, რომელიც მიიღებს კანონის სახეს, უკვე ძალიან მალე იქნება, ესე ვთქვათ, მყარი გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ჩინეთის ცენტრალურ ბანკსა და მსხვილ ბანკებთან შეხვედრები გამართა, გაფორმდა მემორანდუმიც იყო შეხვედრების სხვადასხვა დელეგაციასთან. წარმატებული ვიზიტის შემდეგ კი საქართველოში ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები დაიწყო. ჩინეთთან ურთიერთობას პრობლემად წარმოაჩენენ. გიორგი აბაზაძე გაგვაცნობს დეტალებს. სპეკულაციებთან ერთად რადიკალებისთვის ტრადიციად იქცა ორმაგი სტანდარტით მიდგომა. მსხვილი ფინანსური მოთამაშეების ქართულ ბაზარზე შემოსვლა მათ არ მოსწონს, თუნდაც იმ არგუმენტით, რომ ეს ხდება ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად. ჩინური ბანკების დაინტერესება განაპირობა სწორედ საქართველოს განვითარებულმა საფინანსო სისტემამ და განვითარების იმ ტემპებმა, რომელიც ბოლო წლები აქვს ჩვენს ქვეყანას. ამ რეალობის მიუხედავად კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი არ იყო გათვლილი ხალხის კეთილდღეობაზე. მაშინ, როდესაც უკვე სახეზე გვაქვს ის ხელშესახების შედეგები, რომელიც
მოიტანა სტრატეგიულმა პარტნიორობამ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც გამოიხატება უვიზო მიმოსვლით, ტურისტული ნაკადების ზრდით და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით, რადიკალებისგან განსხვავებით საპარლამენტო ოპოზიცია და ქართული ოცნება სწორედ ამ ვექტორებზე აკეთებს აქცენტს. ნორმალურ პირობებში ჩვენ ვყავდეს ხალხზე მზრუნველი ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის დამცველი ხელისუფლება ვერანაირ პრობლემას ვერ დავინახავდი, მაგრამ როდესაც სასწორის ერთ პინაზე გვაქვს მოახლოებული სანქციები, რომელსაც შეიძლება მოყვეს სერიოზული ეკონომიკური დარტყმა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ნერვიულობენ, ამის დაზღვევის მიზნით არ უნდა გაკეთდეს ეს. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორებთან, დიდ სახელმწიფოებთან, როგორც არის მათ შორის ჩინეთი, ურთიერთობები, მათ შორის ეკონომიკური საბანკო სფერო და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმ ფონზე განსაკუთრებით, როდესაც თავად შეერთებული შტატები ცდილობს რომ გააღრმავოს ურთიერთობები ჩინეთთან, ევროკავშირი ცდილობს რომ გააღრმავოს მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ცოტა ხანში ქართულ ბაზარზე ვიხილავთ უკვე ჩინურ მსხვილ ბანკებსაც, რომელიც კონკურენციას გაუწევს უკვე ადგილობრივ ბანკებს და რა თქმა უნდა ეს მომხმარებლებისთვის იქნება პირველ რიგში ყველაზე უფრო სარგებლიანი. პრიორიტეტი ჩვენთვის არის დასავლურ ბიზნესებთან ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს საზოგადოების და ცხოვრების განვითარების კვალდაკვალ, იმის კვალდაკვალ, რომ ჩინეთი, სხვა ქვეყნები ვითარდებიან, სოფლიოში ხდებიან ერთ-ერთი უმთავრესი ფინანსური მოთამაშეები, ლოგიკურია, რომ ეს შესაძლებლობები იყოს ჩვენი ბიზნესებისთვის და საზოგადოებისთვისაც ღია და არ დავკარგოთ მოკლედ ის შესაძლებლობა, რაც შეიძლება მოიტანოს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა. სხვათა შორის ეს არის იმ სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩინეთთან და სწორედ ამაზე გვაქვს ხოლმე საუბარი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ წარმოგვიდგენია კონკრეტული დღის წესრიგით, კონკრეტული ინიციატივებით, მათ შორის ფინანსურ ნაწილში, ფრენების ნაწილში, გადაზიდვების ნაწილში, უვიზო მიმოსვლის ნაწილში. ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ახალი ეტაპი მოიცავს სწორედ საფინანსო სფეროს. გაფორმებული მემორანდუმი კი ითვალისწინებს თანამშრომლობას ჩინეთის ცენტრალურ ბანკებთან, იმ ბანკებთან, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ქვეყანაში მოღვაწეობს. ეს გიორგი აბაზაძე იყო. წინასწარი შეფასებით თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ია. მთავრობისთვის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება პრიორიტეტულია, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვის მნიშვნელოვანია. საბიუჯეტო პროგნოზი 6%-ია პრემიერ-მინისტრის თქმით, ტენდენციებით, რომლებიც ფიქსირდება, შესაძლებელია გეგმის გადაჭარბებით შესრულება. დავხურეთ ეს ორი თვე დადებითი მაჩვენებლებით იანვარში როგორც მოგახსენებათ ქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში დღევანდელი მონაცემების მიხედვით რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა ზრდამ შეადგინა 7.7%. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის რა თქმა უნდა ამ ტენდენციის შენარჩუნება. როგორც მოგახსენებათ საბიუჯეტო პროგნოზი არის 6%, ეს არის ერთგვარი პროგრამა მინიმუმი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ტენდენციებით, რომლებიც ფიქსირდება, აქამდე ჩვენ შეგვიძლია ეს გეგმა გადაჭარბებითაც შევასრულოთ. სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით 2025-29 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად კონტინენტის ევროპის მასშტაბით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ ეს პროგნოზი შევასრულოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. British Airways-მა საქართველოში პირდაპირ ავიამიმოსვლა დაიწყო, ქვეყანაში შემოდის EasyJet-იც. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ავიაკომპანიების შემოსვლა ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, ასევე ტურიზმის განვითარებას. ბრიტანული ავიაკომპანიები British Airways და EasyJet-ი შემოდიან საქართველოში, უკვე იწყება ფრენები, ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები უწყობდა წინ ამ შედეგის მიღწევას. უკვე დაიწყო ლონდონი-თბილისი, ლონდონის პირდაპირ ფრენები, რომელიც შესრულდება კვირაში 4 სიხშირით British Airways-ის მიერ. ეს რა თქმა უნდა ასევე ტრანზიტულ ფრენებსაც გაადვილებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე დღეიდან კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია EasyJet-ი შეასრულებს ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან კვირაში 2 სიხშირით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
ქართველი სტარტაპერები უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. საუბარია იმ სტარტაპერებზე, რომლებიც ქმნიან მაღალ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს. შეღავათი კი 10 წლიანია. ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი 3 წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიფიქრებიან 0%-ით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ხელშეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას. 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმის კითხვაზე თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად და მკაფიოდ განაცხადა თანხმობა. დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით 91 წლის შემდეგ ქვეყანამ გამოიარა 4 სხვადასხვა ომი და 2 სხვადასხვა რევოლუცია. უმძიმესი ეკონომიკური კრიზისები, თუმცა საქართველოს შეძლო დამოუკიდებლობის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება. ეს არის დღე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით და სწორედ ამ რეფერენდუმს რამდენიმე დღეში 9 აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამორჩეულის 90%-ზე მეტმა, დამოუკიდებლობის იდეას ხარი დაუჭირა ამორჩეულთა 99%-ზე მეტმა. შესაბამისად შედგა ერთსულოვნება, ქართული ხალხის ერთსულოვნება დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სუდის ჩამდგმელი და პატივი უნდა მივაგოთ, რა თქმა უნდა, მის ხსოვნას. ეს წლები იყო ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის. 1991 წლის შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ 4 სხვადასხვა ომი, 2 სხვადასხვა რევოლუცია, დამოუკიდებლობა სჭირდება მუდმივი გაფრთხილება და დღეს თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. დღევანდელ დღეს ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც ამ წლების მანძილზე დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე, განსაკუთრებით უნდა მოიგონოთ და პატივი მივაგოთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეძირნენ ომებს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ 31 მარტი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა. ეს იყო ისტორიული ნაბიჯი საქართველოს საუკუნოვანი ოცნების, თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენისა და მშენებლობის გზაზე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი. ნიშანდობლივია, რომ ამ ისტორიული პროცესის მთავარი ფიგურა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდათ, რომელსაც დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტი არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. საქართველოს შეუპოვრად აგრძელებს სვლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გამტკიცების გზაზე. დიდება თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს. განცხადება გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილის შეფასებით არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ან რისკის ქვეშ დააყენოს საერთო მონაპოვარი. შალვა პაპუაშვილმა გააზიარა 2024 წელს წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლაც, დაწერა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართულმა ხალხმა გაიმეორა და დაადასტურა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს.
საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 70 წლის თავზე სრულიად საქართველომ გამოხატა ცალსახა და მკაფიო სურვილი, ქონოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ქონოდა სუვერენიტეტი და საკუთარი ბედი თავად განეგო. დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. უკვე 34 წელია საქართველო ამ გზას ადგას და ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად მის გამტკიცებას ცდილობს. ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და არც არასდროს დასრულდება. საქართველოს ყველა თაობის პრივილეგია არის და უნდა იყოს საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნვა, მისი დაცვა და სიძლიერე. სწორედ ამიტომ პირველ რიგში კარგად უნდა ჩავიბეჭდოთ თავში, რა არჩევანს ვაკეთებთ. მისი მემკვიდრეები ვართ და სადგავართ. 31 მარტს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირში ყოფნას, მის გავლენას და დიქტატს, მაღპამისა არა ბატონის შეცვლას, ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას. ქართველმა ერმა სრულად გადაიხადა თავისი ნების გამოვლენის მძიმე ფასი. გამლო ყველა ის რთული პროცესი, რაც სახელმწიფოებრიობის მოპოვებას დასჭირდა. სწორედ ამიტომ დღეს არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის, ან რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი საერთო მონაპოვარი. არავის აქვს უფლება გაცვალოს ჩვენი დამოუკიდებლობა ახალ მონობაზე, ახალ ვასალობაზე, უცხო ქვეყნის გავლენასა და მათ ინტერესებზე. რაოდენ თვალის მომჭრელად არ უნდა ეჩვენებოდეთ რომელიმე უცხო ტომელზე დაქვემდებარება. ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ხალხმა თქვა და გამოავლინა თავისი ნება. გამოავლინა 1991 წლის 31 მარტს და გამოავლინა 2024 წლის 26 ოქტომბერსაც, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა ამ არჩევნებს რეფერენდუმის შინაარსი შესძინეს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გაიმეორა და დაადასტურა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგი. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ 70 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ საბჭოთა იმპერიაში, რომელმაც თავისი დაღი დაასვა ჩვენს ამის შედეგია, რომ სხვისი დროშების მოფრიალე ადამიანები კვლავ ეძებენ მფარველს, ახალ ბატონს, ახალ ჰეგემონს, მამას და კოლგას, რომელიც შეიფარებს, უპატრონებს, რისკებისგან დააზღვევს, აჭმევს და გაათბოს. მონობის ამ სურვილის მიღმა იმალება უმწიფრობა და ინფანტილიზმი. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენ უნდა გავიზარდოთ და ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ ყველანი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ერთად გადავწყვეტ, როგორ განვაგოთ საკუთარი სვებედი, ვინ გავიხადოთ ტრად და მოყვარეთ და რომელ ვარსკვლავს მივსდიოთ. ეს დღე ჩვენია, ყველა მოქალაქის, ვინც თავისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ირჩევს, ვინც მტკიცებთ თქვით, რომ გვინდა მართოთ და არა გვმართონ. ზუგდიდში ისტორიულ დღესთან დაკავშირებით მოირთო ქალაქის ქუჩები, განთავსდა რეფერენდუმის დღის ამსახველი ბილბორდები. პირველი პრეზიდენტის ბიუსტი სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ყვავილებით შეამკეს. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ქართველი ერისთვის. ეს არის რეფერენდუმის დღე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ნიშანდობლივია, რომ ამ დღეს ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ეროვნული გმირის სვიად გამსახურდიას დაბადების დღე. სვიად გამსახურდიას ღვაწლი უდიდესია ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე. ირაკლი ბებუა თავისუფალია ოკუპირებულ აფხაზეთში, მას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა კი 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამოქმედებული ჰქონდა ყველა შესაძლო ბერკეტი. საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა პატიმრობა 9 წლის ვადით, თუმცა მისი პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა გაუტოლდა 4 წელსა და 6 თვეს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის საკუთარ ოჯახებში დასაბრუნებლად. დიდ მადლობას გიხდით მართლა, ვინც მონაწილეობა მიიღო განთავისუფლებაში. ვცდილობდით მართლა გულახდილად და გულწრფელად მე მართლა ვგრძნობ და მართლა მადლობას გიხდით. ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით შექმნილმა პლატფორმამ მემორანდუმი გააფორმა, შეიქმნა საგანმანათლებლო კურსები ხელოვნური ინტელექტის, ფინანსური განათლებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში. ხელოვნური ინტელექტის განვითარების სრული კურსი აპრილიდან დაიწყება. დასრულების შემდეგ სტუდენტებს ცოდნისა და საჭირო უნარების გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით შეეძლებათ. ოფიციალურად გაიხსნა ნებულა
AI Hub-ი, რომელიც პარტნიორობას იწყებს ოფიციალურად Mastercard-თან ერთობლივ კოლაბორაცია ითვალისწინებს საგანმანათლებლო პლატფორმაზე პროფესიული კურსის დანერგვას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით უკვე წინასწარ შერჩეულია ბენეფიციარები, რომლებიც 2 თვის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ პროფესიულ სწავლებას და წარმატებით შეძლებენ შრომით ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დასაქმებას. Mastercard-ის ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღნიშნულ პროექტებში, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ხარს ვუჭერთ ახალი თაობის ინიციატივებს. ამასთან ერთად, რადგან ჩვენ კომპანიაში უამრავი ახალი ტექნოლოგია არის ინტეგრირებული, შესაბამისად დიდი სურვილი გვაქვს, რომ გამოცდილება, რომელიც გროვდება Mastercard-ში, გაუზიაროთ ახალგაზრდა თაობას. შეერჩა 40-მდე სტუდენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიიღებს დამატებით ცოდნას და ამ პროცესს Mastercard-ი უზრუნველყოფს. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ ამ პროექტში მონაწილეობის მიღებისთვის, ჩვენ ვართ მთავარი სპონსორი აღნიშნული პროექტის და ვფიქრობთ, რომ ის სტუდენტები, რომლებიც დაასრულებენ ამ კურსს მომავალში, ჩვენი კომპანიისთვისაც ძალიან საინტერესო პოტენციური თანამშრომლები შეიძლება იყვნენ. სოფელ კაჭრეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იგება ასფალტის საფარი და ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა. ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 10 პროექტი ხორციელდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილზე გავიცანით სოფელ კაჭრეთის ერთ-ერთი ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქუჩით სარგებლობდა დაახლოებით 6000-მდე მოქალაქე და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გზის მოასფალტება, მოპირკეთების სამუშაოები. ხსენებული პროექტის ფარგლებში მოიწყო 1 კილომეტრამდე ასფალტის საფარიანი გზა, ასევე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემები. ვიმყოფებით სოფელ კაჭრეთში, სადაც ცენტრალური შესასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან არის დაფინანსებული და ჯამში 1.600.000 ლარზე მეტ შეადგენს. მინდა გითხრათ, რომ გურჯაანში ამ მომენტისთვის 10-ზე მეტი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.